სალამი. ჩვენ ვართ 1.5 სვანი და დღეს ვყავს სტუმრად არხზე ლეგენდა ჯეკო. მე ვარ ყველაზე მაგარი და ძლიერი. ემასე. ისაც უნდა გამოვიდე. შენ შემდეგი. ვიდი ტრაგედია ტრაგი. ჯეკო ჭელიძე. მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით. ეს გეგმავთ სერიოზულ ვარჯიშს. დღეს ჯეკო უნდა გაგვწუროს ბოლომდე მე და გიორგი. ნუ, ყველაფერი სიგიჟეების ფონზე, რა თქმა სიგიჟე ვარჯიში, არა მკვეთრი ვარჯიში, არა სტანდარტული ვარჯიში უნდა ნუ, ყველაფერი მოხდება ტექნომუსიკის ფონზე, რა. ტექნომუსიკის ფონზე რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ტექნო და ჯეკო ეს ერთი მთლიანი მოხდება. ჩვენ კიდევ ეცდებით რომ ჯეკო უკეთესად გაგაცნოთ როგორც ადამიანი. კი, აუცილებლად. წავედით. ავიცე და გახურება. ის აუცილებელი გახურება. მე მოწონე უნდა დავიწყო აუცილებლად, მაგრამ ხოძე? თქმა უნდა. ჯეკო როგორც ვიცი, ყოველთვის ხოძეა, ხო სია? თქმა უნდა. რა უნდა? აი, პირველი შეკითხვა ჯეკოს. ამდენი წლის ხარ? 47. 47. და ამდენი წელია დაგავდა ვარჯიში. რა დიდი ხარი. მე ზოგადად შანა მიზაღის წადი სახში და მე ახლა ასიადულაშ და სახში შანსი არა მოწევიდი. და მithumedes ესეთი წები მაგაშვიერებს და ბევრი ისტორიები, ბევრი რაღაცეები და თავგადასავლები და როგორ ამდენი ხანი გააგზავნე სანამ კიდე გასანგრაფეთ როგორ გონია? ნუ მაინც ჩემი ფიზიკური მდგომარეობიდან და ჩემი ჯანმრთელობის მხრიდან ვფიქრობ რომ 60-მდე მინდა რა რომ აქტიურად ვიყო მაინც 60-მდე მინდა რომ ვიყო აუცილებლად აქტიურად. ჩემი აზრით ანუ შეიძლება ხა როგორც ვარჯიში ისევე რა. ეხლა ისევე რა, მაგრამ 80-საც რო იქნება მაშინ არ შეიძლება. მაშინ გავარჯიშე, მაგრამ 60-მდე ვიყო ისეთ ფორმაში რომ რა შეიძლება 300-ები და ისინი ვეღარ ავწიო, მაგრამ შესაბამისად ბევრს დაჩარგა მაინც. სპორტში რანაირად მოხდა საიდან მიაგენია ამ ყველაფერს? თუმცა იმ დროს საერთოდ მე სპორტი დავიწყე ძალოსნობიდან 92 წლიდან დავიწყე მე ძალოსნობაში ვარჯიში რა. ეს სკოლაში სწავლობდი და აი ეს ზოგადად მე ბავშვობიდან საერთოდ სიმძიმეების აწევი მომწონდა რა. და ესეთი მიზეზები მქონდა სიმძიმეების აწევის მხრივ და სიმძიმეები მომწონდა და აი ჩემი ყოფილი მასწავლებელი ჩემი მეუღლე აი ეს დღეს დამინახა უწედი და მითხრა რომ თუ მინდა მოდი ჩემთან და ივარჯიშო. აი მის მერე მომეწონა. ასე დაიწყო ჯეკო ჯეკზე? დაბალგონი. მე როგორც მახსოვს რაღაც 10-12 წელი ბავშვი ვიყავი 35 სკოლაში მაშინაც ვარჯიშობდი. კი, რა. და დაახლოებით ამდენი წლის იყო ეს თუ დაიწყო ვარჯიში. ზოგადად მე შტანგა რო დავიწყე, ვიყავი 15 წლის. შტანგაში ვარჯიში, ან ძალოსნობაში ვარჯიში. და შემდეგ ცოტა რაღაც პერიოდები იყო, ვიყავი გაჩერებული ვიყავი. ეგრე 30 წელზე მეტია რაც ვარჯიშობ, ხო? დიახ, მე სამკითხში გადავედი აფრონტი ლახვედიან შემომთავაზე ეს ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი არის, უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის პრეზიდენტი არის და ამ პიროვნებამ შემომთავაზა მე 2002 წელში საერთოდ ძალოსნობაზე დამეგობრული მქონდა თავი და მირჩია ბატონმა ალტომ რომ ჩემთან იარეო და აი მე შემდეგ ჩვენი ურთიერთობა განვითარდა დაიწყო და შემდეგ უკვე ეს უძლიერესი მამაკაცის წამოვიდა და აი უძლიერეს მამაკაცის ბევრჯერ მივიღე მონაწილეობა სხვადასხვა ტურნირებზე და ნუ სამკითხშიც შედეგები მაქვს და მე მაგის თავიდანვე კიდევ აი მიღწევი რაც აკახე. ვეტერანებში ძალიან ბევრი შედეგები მაქვს გაკეთებული. სოფლიო, ევროპა, სოფლიო თასი, საქართველოები და ანუ საკმაოდ ბევრი ტურნირები აქვს მონაწილე. აი ეხლა მეც მაინტერესებს რა პირველი ვარჯიში გავაკეთე. აბა დაგვავალე ბატონო ჯეკო. ივარჯიშოთ ათიოდი ჩემპიონები ათიოდი ვარჯიშოთ და აი 50 კილოგრამი იყო მაგრამ 50 კილოგრამზე შეგიძლიათ ივარჯიშოთ. დიახ. ბლინის მინდა. ორივე ხე ხო ჯერ გამოიგეთ ასე. ძალიან მოგვიდა რა 50 კილოგრამზე რა. ოკეი. და shoulder press. დავიდა. აბა. ოჩა, ხარია? ოჩა? აბა. აი, ხორია ჯარი. ახლა ოჩა?
ახლა გიორგი რა თქმა უნდა დააციოს, აბა. ვარჯიშის სიმღერები გასაგებია და შენი და ტექნოს ურთიერთობა როდის დაიწყო შენ? ტექნო მუსიკა ეს რა თქმა უნდა ჩემი სამიზიდო ბარათი არის ტექნო მუსიკა ეს 92 წლიდან. ანუ ტექნო მუსიკა ზოგადად შემოვიდა საქართველოში 92 წელს. აი მის მერე მომეწონა და მის მერე მომწო ტექნო მუსიკა და ზოგადად მარტო ვარჯიში არა, შეჯიბზეც ისე ცხოვრებაშიც. აი მაგალითად ცუდ ხასიათზე რო ვარ მაგალითად ძალიან მიხსნის мотивациას მაძლევ შეჯიბზე ვარჯიშზე და ტექნო მუსიკა არის ჩემი სამიზიდო ბარათი. ისე რეილზე წასვლა არ გიქრობია რა. კი, მაგრამ ეხლა საქართველოში ახლა მასეთად არ არის მაგი, მაგრამ ნახოთ, იქნება იყოს. ახალ თაობას რას ურჩევი, ა? თაობას იმას ურჩევი, რომ აი ჩემ დროს რო ესეთი დარბაზები ყოფილიყო და ჩემ დროს რო ესეთი ყველაფერი განვითარებული ყოფილიყო, მე ეხლა რაც ვარ, იმაზე მეტი მაგარი ვქნებოდი და ახალგაზრდა თაობას ურჩევ, რომ ივარჯიშოს და სპორტში აყოს. აი შეიძლება ახლა სოფლიო ჩემპიონები და რაღაცა ლეგენდა სპორტსმენები არ გამოვიდეს, მაგრამ ჯანზე რო იქნებიან და ჯანსაღადი ცხოვრებენ, ეს რა თქმა უნდა კარგი არის და ივარჯიშეთ. კარგი ავაგზელო და ვარჯიში. ესე იგი, ეხლა წავიდით და საბურავი ვარჯიშოთ. იბადანო? ეხ. გამოვიდა და 엔თან 4 დღეები გამიგა. 4 დღეები? 4 დღეები. ჩემი ის პრობლემა თავის. ტექნიკა მასწავლე ჯერ როგორ დავარ. ხელები ეს მოდევი. ახლა და ბეჭებით მიაწიქი და ბეჭებით წამოვიდე. წინ წავიღო ესე ბეჭები? ბეჭებით. ჩადი იმასე, ელას. მოიწაი. აი, ეს არაა შევთვის რა ფუტიზო. მაშინ მე დავიწყე. გიომოს უჯო დაფტი. ეს ამდენი კილო იყო? ეს არის 170 კილო. ეს რამდენი? ეს 50. მასალაია, მოხდა ხმას. მასობორია. ეს ტექნიკა აქვს. იდეა გიო. აი ვიჭიხარ. აი ვიჭიხარ. რეგო. კარდიოზე რას მიხდება? ნუ კარდიო ვარჯიში ცუდი არაა, მაგრამ გააჩნია ვისთვის. კარდიო ვარჯიში ზოგადად და კარდიო ვარჯიშებს საერთოდ ფეხით გასეირნებო მომიჩვენია. მე უჩვენ მაგალითად რომ სუფაჰაზე იარონ უფრო კარგი არის. ემოციურადაც ყველაფერთვის კარგია რა. ძალიან იმას გამოგვს ყველაფერს დადებით ემოციებს გამოგვს და ყველაფერთვის კარგია რა. წონები იმატებს. დღეს ვფიქრობთ, გული კულმინაცია იქნება დღეს. ნახოთ როგორ მოვიხოდები, მუსიკა როგორ მოგცეს მაგის საშუალებას. წაგე ჩვენს მოხდები. და мотивация რაღაცები და ნახოთ სიმბოლურ ტონაზე მინდა რომ შევიდე და ნახოთ. და რაც უნდა იქნება ეს თუ მე გავიგე. ვიდეოს სტუდიაში გავიდე. აჰა. ერთი სახვევების გარეშე მინდა. მე შემდეგ სახვევები.
ჰაიბარში ან ტრაპეციებზე უდევს მაღლა, რაც ბევრად უფრო რთული არის ვიდრე ლოუ-ბარი. ცოტა ქვევით როდესაც უკანა მხართან რა. და კიდე ანუ ეს დავანტებთან კიდე უფრო რთული არის. ანუ ეს რატო იცით მე ძალოსნობიდან დავიწყე და ეს ძალოსნები აკეთებენ ეს ჩავდომის სამჯერადის ჩავდომის საერთოდ სხვანაირია მე შტანგისტების ჩავდომას მიჩვილი და იმიტომ აი ჩემი ყველას მაგარი მუსიკა აბა როგორ გზნობ თავშეკო ხო ფოძე ძალიან შვენიერად მიდის ყველაფერი ვარჯიშები და ეხა შედიხარ ბოლოწონაზე ხო მივდივარ კულმინაციამდე და დღეს ვაპირებ 259 კილო 259 კილო მინდა რომ დავზრიო დღეს ბოლოწონა და გირჩევთ გამოიწვიოთ ჩვენი არხი თუ აწია ჯეკო ეხა 259 უეჭველი ყველა იცით არხი ვალდებულები ხართ. თუ არა თუ არც დაიშება და თქვენს გამოიწერთ ახლა ჩაირთვა ჩაირთვა ტექნო შეყნოსავს ნიშადურს ვიბღავლებთ და იწევა ეს სონი. თუ არ განიხილებათ რა თქვენს აუცილებლად იცით არხი დასუტირებ ჯეკო ამას. დარწმუნებული ვარ. ჯეკო აბა ახლა მომავალში რა შეჯიბრები გაქვს სადგადებლო თვალყური. ესე იგი 7 მარტს გვაქვს საქართველოს ჩემპიონატი თურქეთში აი ამ შეჯიბრის უზადები და შემდეგ უკვე გრძელდება რა გაზაფხულიდან ისება შეჯიბრებები საკმაოდ დაგიტალური წერილები მოდის და მინდა რომ ყველგან ასეთი კარგი მაქსიმალური შედეგები ვაჩვენო და საქართველოს ჩემპიონატები ღია ტურნირები რაღაც მეტი მასშტაბური ღონისძიებები გეგმება ეს მსოფლიო თასი ევროპა რაღაცები და ყველგან მინდა რომ მივიღო მონაწილეობა რა წარმატებები ისო მას ჩვენ მიუთითებთ ჯეკოს Facebook-საც, Instagram-საც, TikTok-საც და ადევნეთ ამას თვალყურით ან ჯეკო კიდევ შეიძლება გაიხსენე ხა რომ ახალგაზრდებს როგორ შეიძლება როგორ შეიძლება რაღაცა და მოახსენებო თქვენ დროს არ იყო ერთხელ შეწყობა სასწავლება როგორ გიწევდა შენ ხა ვარჯიში მე ზოგადად ჩვენ პერიოდები გამოვიარეთ 90-იანი წლებიდან ესეთი დარბაზები და ესეთი პირობები რო ყოფილიყო მაგალითად ჩემს ახალგაზრდობის დროს ძალიან მეტი უკეთესი შედეგები მექნებოდა. ეხლა ისეთი პირობებია შექმნილი, რომ ეხლა რო ადამიანმა არ ივარჩიო და დარბაზში არ მივიდეს, ეს სიცხველია რა. ნახე, არა მარტო დარბაზი, ანუ დარბაზი არის 10% ესე ვთქვათ, კვება გჭირდება. რეჟიმი გჭირდება და ამის როგორი რა სასწავლებლო შენ თვითონ. ჩვენ დროს არ არსებობდა არაფერი. ჩვენ დროს არაფერი არ არსებობდა. საჭმელიც არ არსებობდა და ესეთი ელემენტარული, აი მაგალითად რო იყვნენ ლობიო და ხამსა რო იყო ის იყო ჩვენი შესასწავლელი. ახალი ძეგლი ყველაფერი იყო ჩვენთვის. ეს იყო ჩვენი ყველაფერი. და მაშინაც პროგრესი მიდიო და მიდიო. ხო, მაგრამ რა თქმა უნდა მიზეზი არა რომ გაჩერებული იყო. რა თქმა უნდა, მოტივაცია მაინც იყო სულ. ეს არის ნამდვილი ჩემპიონის მეტალი. შადაშვილით მე და ჩემი მეგობარი კონსტანტინე ჯანაშია. დავდივედი და მას ყველაფერს. კოტე როდის გაიცანი? კოტე გავიცანი მე 2009 წლიდან. 2009 წლიდან ურთიერთობდა გვაქვს მეგობრობა და არათუ მეგობრობა, მარტო კოტე არის ჩემი უმცროსი ძმა. აი მამკაცის დამსახურებითაცაა. მე რო დღემდე სპორტში ვარ და დღემდე რომ მოვდივარ და ეს ადამიანი მე ის მოტივაციას მაძლევს და ანუ როგორც შეუძლია მეხმარება და ანუ გვერდში მიდგას ყველანაირად მე კოტესგან მე სულ გზნობ გვერდში დგომას. ზოგადად მე ისე ვერძი ვარ, ესე ზოგადად ასტროლოგიის არ მჯერავს იმდენად, მაგრამ რაღაცეებს რო უკვირდები, რაღაცები კი ხდება მაინც და ანუ ესე იგი მართალია, ასე გამოდის რა. ანუ და რაღაცეებს რო უკვირდები, მაინც გამოდის მასია და არ ვიცი რა. ვერზე იძახიან ეს არისო, რა ქვებას ამპარტავანიაო, ამპარტავანი არ არის ეს, იმიტომ რომ რა ამბიციოზ რა, იცი? აი ამითი ჩვენ კი არავის რამეს უმტკიცებთ და კი არ ვეტრაბახებით. აი ჩვენი დადებითი მხარე არის რა, იცი? პატიოსნობა და შური არა გვაქვს. აი ეს რა ჩვენი დადებითი მხარე. და ამას მე ძალიან მაგრად ვაფასებ, ჩემში რომ ასეთი ადამიანი ვარ რა. და ამ შულდა, რატომ უნდა მშულდეს ვინმესი რაღაცა? რატომ უნდა მშულდეს? რამდენი გინდა და გააკეთე, სხვა სასწაულზე ხო? დიახ. აი კაცი.
Აცნა პირობაში ასმოდა თქვენი ჯერია. არ ვიცი ესეთი რამე არ ვირა. ა? დავო. იმენა გარჩე, აი დღეს თუ ვიგზენი თავი, საერთოდ არა, საერთოდ მე ემოციები და ესენი არ მაკლია, მაგრამ აი ეს ბიჭების მოსვლა, აი ამ ბიჭების მოსვლა, ესეთი დადები დაურო შეიქმნა. მე ძალიან მაყოფილი ვარ, იმიტომ რომ მაგარი ბიჭები არიან. მადლობა დიდი ჯეკა. ძალიან მაგარი ბიჭები არიან და აურაც ისეთი შეიქმნა. რაღაც სულ სხვა мотивация ვიგზენი და აი ეს წონაზე რომ მივდიოდი, არ იგზნობოდა რა წონა ასე ვთქვა და საერთოდ მე რო ვარჯიშობ, კი ვარჯიშობ, რაღაცა მომხრეები ჩემი ტექნომუსიკა რაღაცა ხალხის ყურება და რაღაცა ეს სხვა განსა არის რა ვთქვა და ძალიან მაგარი იყო ეს ყველაფერი. ხედი ვარ ცოტა ჩაკლებული ახლა მართლა ის გულიანად ვიყო აი მაგარია რა. მართლა სამ. ესე იგი მეორე ვარჯიში გადავდივარ წოლჭიმზე. მეორე ვარჯიში გვექნება წოლჭიმი, ანუ წოლჭიმი შეჯიბრის, დიახ, ანუ პაუზები და სტოპები რო ვთქვა. ეს არის 70-იანების ღერძი, ხო? დიახ. და რაღაც მომწონს ეს ღერძი და ალბათ რაღაც როგორც ჩემი ასაკიდან გამომდინარე, რაღაც ალბათ ნოსტალგიები მაქვს ამ ღერძთან ალბათ და იმიტომ მე რაშობა ეს ღერძი მიჯერებს და კარგად მიდის წონები რა რო ვთქვა. მიჯერებს. იორგი და ჯეკო ერთად გავიგეთ ფორმოჩს. ჩვენ ერთად გავაკეთეთ საბას რამე. მე არ ვაგეცებ ბენს არ შემიძლია. ამიტომ მე სხვა რაღაცას დავავალებ ჯეკო ბენჩის მაგები. ეხლა საბას დავავალებ, აი საბურავი შეასრულა, მაგრამ საბურავი ცემოს. დიახ, ცემე საბურავი. ცემო მუჩები თუ? აი, ურო, აი და ცემე ურო. კარდიოს მოჩეს. დიახ, ნახევარ საათი გადაბულად არ დაზოგო. ნახევარ საათი. არ დაზოგო იმდენი უთხრი. და ცემე იმდენი. ნახევარ საათი გადაბულად მართლა მომდევნო. შეიძლება თუ ვიცემ. კარდიოს სტილში ხო მოგივიდა. Starting position. და მე დავეწყოთ თქვენი ბენჩაut. ჩვენ წავედით. ჩვენ წავედით რა. კარგად.
უხაროთ, მე ვეღარ მივყვები ჯეკოს. ის ჩემზე ძლიერია მოცეული მომენტი. აბა ჯეკო, აწონად შედი. ესე იგი, შევდივართ 173 კილოგრამზე. და უნდა შევეცადოთ, შევასრულოთ დასტოპით. ანუ პაუზით. არცა. დავასწრი! უდადარიდე! ავიდა ჯეკო! მიდი! აუ! ესე იგი, მორჩით ვენს? ესე იგი მოვჩით ვარდის და მინდა ბიჭებმა ესეთი კიდევ არაორდინალური რაღაცა შევთავაზე რომ გააკეთონ. მინდა რომ საბურავი აწიოს ორივემ. და ნახოთ როგორ შეასრულებენ ამ დავალებას. თავზე ერთ. ნახოთ როგორ შეძლებენ. საბას ხომ ჩემს კამარს. და მივიდეთ და საბათ. თუ შეასრულებენ იწევთ ამ არხს. რა მგონია მაგრამ კაბარი ურავით. თუ შეასრულებენ. არა ვაზოვეს თუგენ. გათანადით და შუა-შუაში. აკეთ იქიდან თასოდური. დავიჯერო! ოჩა, გადია! გადია! მასა ვორინოვე! კეთე აიგა, კეთე! ოჩა! აგი! ამოიწერე და მოიცან მოდი კიდე. დღეს საბა ეცდება რომ ბენჩზე აწიოს 100 კილო. უკან დაუდგები მე გავხნევებს ჯეკო. ერთი არ აგიწევია. ამ აურის ფონზე ეგება უწიო, ანუ ბენს არ ვარჯიშო, მიზის ღება ეს ვარჯიშო. მაგრამ ეხლა სხვა გზა არა, ეგება უწიო. აი საბა შეგიძლია! საბა. შეგიძლია! დავა! შეგიძლია! დავიდა! შეგიძლია! დავაი! დავიდა! ეს 100 კილომეტრში მე კლიშე და ამიჩნეული სიტუაციაში ჩანდავას პირველად ვსწევრო ვიوارდი შევეთქორი პირველ მესამეც და საბოლოოდ დავწევ 100 კილოს და მე შევშვი მთელი ცხოვრება და გამივასრულო ვიوارდი შეთხოშიანად აგერ ჯეკო მაგარი ვარჯიში გაატარა რაწონებზე შევიდა კი ნახეთ მართლა ძალიან სასიამოვნო ვარჯიში გამოგვივიდა კი მაგარი დავადარეთ ერთად მეგონი ჯეკოს დავიწამდა და დიახ ჩვენ მიუთითებთ ახლა ჯეკოს ყველა 14-ას ჩვენსაც გამოიწერეთ ჯეკო ადევნეთ თვალყური დაუჭირეთ მხარი და რა თქმა უნდა დავუძერეთ ჩვენსაც რა თქმა უნდა ამოდი არხი კარგად იქავთ გვერდით